მაისში საქართველოში Guns N' Roses კონცერტი გაიმართება. ტრადიციულად სახელმწიფოს ისინი ჩამოყავს ბიუჯეტის, ანუ ჩვენი ფულით, მაგრამ არ გეგონოთ, რომ რაიმე შეღავათი გვექნება იმ ხალხს, ვისი გადასახადებით შეგროვილი ფულითაც იმართება ეს კონცერტი. ბილეთები ასევე ტრადიციულად ეღირება საშუალოზე ძვირი და სახელმწიფო ისევ ტრადიციულად ცდილობს ჩვენს ხარჯზე ფულის კეთებას. აი შედარებისთვის, მაგალითად, ბულგარეთში, პოლონეთში და უნგრეთში, სადაც საშუალო ხელფასი არის 1500-დან 1900 ევრომდე, იგივე კონცერტის ბილეთი ღირს 50-დან 80 ევრომდე. და ამ დროს საქართველოში, სადაც საშუალო ხელფასი 1500 ლარია, ანუ 500 euро და ეს რიცხვის გაბერილი ჩანს, ბილეთი ეღირება 100-დან 350 ევრომდე. თვითონ ამ კონცერტის ხარჯები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ამ Starring Georgia-სთვის, ანუ იმ პროექტისთვის, რის ფარგლებში ეს კონცერტი იმართება, ჯამში ბიუჯეტიდან იხარჯება 70 მილიონი ლარი. წყაროების მიხედვით კი Guns N' Roses მხოლოდ ჩამოყვანა ღირს 10-დან 15 მილიონ ლარამდე. ამას კიდევ ემატება მაგალითად ტექნიკური სცენის და კიდევ 1000 გვარი უზრუნველყოფის ხარჯი. არადა ამ ფულით, ანუ 70 მილიონით რეალურად შეიძლება ძალიან ბევრი სასარგებლო და კარგი რამის გაკეთება. მაგალითად, ამავე ფულით შეიძლება ძალიან ბევრი ავარიული სახლის რეაბილიტაცია, გზების ან წყალმომარაგების სისტემების გაკეთება, თბილისში ერთი ახალი მეტროსადგურის გაჩენა, დანგრეული სკოლების აშენება, ახალი ავტობუსების შემოყვანა და ასე შემდეგ. ბიუჯეტი არ არის ოცნებისთვის, ვინმე ოლიგარქებისთვის ან ნებისმიერი სხვა ვინმესთვის წინაპრებისგან მემკვიდრეობით დატოვებული თანხა. ამ ქვეყნის ბიუჯეტი ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს და ჩვენ პირდაპირ უნდა ვიყოთ ჩართულები იმის გადაწყვეტაში, თუ რაში და როგორ იხარჯება ჩვენი ფული. და ამასაც რომ თავი დავანებოთ, იმედია ეს ბევრისთვის საყვარელი როკ-ბენდი მიხვდება, რომ ეს კონცერტი ემსახურება პრორუსული, მტაცებელი და მწამებელი რეჟიმის გაპატიოსნებას და იმედია არ გამართავენ კონცერტს მანამ, სანამ 50 უკანონო პატიმარი ციხეშია და ძალაუფლება მიტაცებულია.